დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 3 ივნისია 4 შაბათი, ეთერში ერთსულოვნების დილა სოფიო კუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. სანამ გეტყოდეთ, თუ რა თემებზე გვექნება დღეს ჩვენ საუბარი და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, უნდა მოგვიანებით მოგახსენებთ ანონსის სახით, ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი, ერთად შევიტყოთ, თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 3 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს, ასევე ლომისობას და მოიხსენიებს წმინდა მოციქულთა სწორებს კონსტანტინე მეფესა და მის დედას ელენე დედოფალს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. შეგეწიოთ დღევანდელი დღის წმინდანების მფარველობა. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, პირველი სტუმარი იქნება წმინდა ცხრაყმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ერთ-ერთ მოწოდებაზე, სადაც უწმინდესი ამბობდა, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას. ეს ჯვარი ასე გამოისახება: სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ეს არის ჩვენი ძირითადი სასაუბრო მოძღვართან ერთად და როგორც უკვე მოგახსენეთ, დეკანოზი თომა ცეცხლაძე შემოგვიერთდება. უკვე 48 წელია, რაც ანსამბლი მართვე ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და საგალობელს ემსახურება. 31 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ანსამბლი მსმენელს სოლო კონცერტით წარუდგება და შეუსრულებს არაერთ მუსიკალურ ნომერს და ეს კონცერტი უკვე ჩატარდა. ოვაციები, რა თქმა უნდა, არ დაიშურა ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა და გულშემატკივარმა. ანსამბლმა თითქმის ნახევარსაუკუნოვან ისტორიასა და საომავლო გეგმებზე, რა თქმა უნდა ვისაუბროთ ჩვენს სტუმართან, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან ვარლამ ქუტიძესთან ერთად და უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, ამ საღამოს შესახებ და საომავლო გეგმების შესახებ დაწვრილებით სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ. შოთა რუსთაველის სახელობის 112 საჯარო სკოლაში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოს ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და უფრო მეც უკვე ნინ გელაშვილის სიუჟეტიდან მოგიყვებით, რომელსაც გადაცემის მცველობისას შემოგთავაზებთ. და გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება პოეტი, ლიტერატორი ქეთევან შენგელია. ვისაუბრებთ მისი ახალი პოეტური კრებულის შესახებ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ჩიტები დედამიწის განედებზე. წიგნის გარეკანს ამშვენებს დიდი მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის მიერ შესრულებული პორტრეტი. წიგნს კი დართული აქვს შესანიშნავი მწერლების და ლიტერატორების წერილები და ნამონარიდები ქეთევან შენგელიას შემოქმედებასთან დაკავშირებით. მათ შორის თამაზ ჭილაძის, ინგა მილორავას და ზაზა გოგიასი. უფრო მეც პოეტურ კრებულზე თავად ავტორი მოგვიყვება, როგორც გითხარით, გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება. ასეთი გახლავთ დღევანდელი გადაცემა. დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ნახოთ ამდის პროგნოზი, ერთად შევიტყოთ როგორი ამდია მოსაუბნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით.
დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე შემოგვიერთდა. დილამშვიდობის მამ თომა დაგლოცით. დილამშვიდობის ღმერთმა სიხარული და მშვიდობა მოგცეს. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, როგორიც არის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ერთ-ერთ მოწოდებაზე, სადაც მისი უწმინდესობა ბრძანებს და ამბობდა, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი, ეს ჯვარი ასე გამოისახება სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. გადმარტოთ, მოდით თუ რას გულისხმობდა მისი უწმინდესობა ამ სიტყვებში და როგორ უნდა გავიგოთ და როგორ უნდა დავისახოთ ჩვენ ცხოვრების მიზნად ეს უმნიშვნელოვანესი დარიგება მისი უწმინდესობისგან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით შემოძვირფასებო და ძალიან მიმძიმს მაინც უწმინდესზე წარსულში საუბარი. მე მადლობელი ვარ ღვთისა, რომ მომიწია იმ ეპოქაში ცხოვრება, როცა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე მართავდა საქართველოს ეკლესიას და ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ჩვენი ცხოვრებაც მისი გზის გაგრძელება იქნება ჩვენი ახალი კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის ხელმძღვანელობით. უფალს მადლობა, რაც ახლა აქ უწმინდესის ნათქვამში ჩანს, პირდაპირ ეს არის ქრისტიანული ცხოვრების მთელი ანბანი. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, როდესაც მოსემ 10 მცნება მიიღო. ღმერთმა ისე განაგო, რომ მოსეს ეს 10 მცნება ორ ფილაზე მიიღო. ერთ ფილაზე ეწერა მცნებები, რომელიც ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობას არეგულირებდა. ხოლო მეორე ფილაზე ეწერა მცნებები, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს არეგულირებდა. ღმერთ შეეძლო ეს 10-ვე მცნება ერთ ფილაზე მიეცა მოსესთვის. მაგრამ გარკვეულწილად თუ დავაკვირდებით, ღმერთმა ამით წინასახე მისცა ჯვრის ფორმისა. დაკვირდით, ერთი ხაზი ერთ ფილაზე წარმოდგენილი არის ვერტიკალური ხაზი, ადამიანსა და ღმერთს რომ აკავშირებს და ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას რომ აკავშირებს. ხოლო მეორე ფილა არის ხაზი ჰორიზონტალური, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს აბალანსებს. აი ამ ორი ხაზის გადაკვეთა, ამ ორი ხაზის ერთობით დგება ადამიანი ნამდვილად ღვთისხატი და მსგავსის ფორმით. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის უფრო ზუსტად რომ ვთქვა ღვთისხატი და მსგავსი, როდესაც ამ ორივეს თანაბრად ავითარებს საკუთარ თავში. დაკვირდით მერე მათეს სახარებაში უკვე თუ ნახავთ 22 თავში ქრისტესთან მიდიან და ეუბნებიან, რა არის მთავარი მცნებები, რომლითაც მე შეიძლება გადავრჩე. რა არის მთავარი მცნება, რაც გადაარჩენს ადამიანს და ადამიანს დააბრუნებს კვლავ ღმერთთან, ადამიანს გადააქცევს კვლავ ღვთისხატად და მსგავსად და ქრისტე პასუხობს. შეიყვარე ღმერთი, მთელი შენი გულით, მთელი შენი არსებით და მოყვასი როგორც საკუთარი თავი. აქაც ორ ნაწილედი არის გზა ადამიანის განვითარებისა. აქაც ორ ნაწილად არის გაყოფილი ადამიანის ადამიანობა, ადამიანის ღვთისხატება და მსგავსება. ვერტიკალად შეიყვარე ღმერთად და ჰორიზონტალად შეიყვარე მოყვასად. აი ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც ეს ყველაფერი მართლესია წარმოდგენილი. და ბუნებრივია ჩვენი უწმინდესი ბრძენი პატრიარქის ნათქვამი, რომ ადამიანისთვის თავარია შექმნას თავის ცხოვრებაში ჯვარი, აი ამ კონცეფციის გაგრძელება, წმინდა წერილის, ბიბლიური სწავლების გაგრძელება. ჩვენ უნდა წარმართოთ ჩვენი ცხოვრება ღვთისაკენ და ვიფიქროთ, როგორ ვითარდებით ღმერთთან ურთიერთობაში, რას ვაკეთებთ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, გვაქვს თუ არა სწრაფვა ღვთისკენ და მეორე უმთავრესი არ დავივიწყოთ ადამიანური ურთიერთობები. წარმართოთ ჩვენი ცხოვრება ჰორიზონტალურ ვექტორში. წარმართოთ ჩვენი ცხოვრება ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის სიყვარულით. კონტექსტი თუ დავაკვირდებით, როდესაც პირველად უწმინდესმა ეს სიტყვები წარმოთქვა საჯარო ქადაგებაზე, ეს იყო 90-იანი წლები, ცოტა რთული პერიოდი საქართველოს ისტორიაში, სადაც ადამიანებმა გარკვეულწილად ვექტორი დაკარგეს ვერტიკალურიც და ვექტორი დაკარგეს ჰორიზონტალურიც და ადამიანები ამ რაღაც სამგანზომილებიან სამყაროში, სამგანზომილებიან ვერტიკალური და ჰორიზონტალური განვითარების ნაცვლად რაღაც წერტილებად თითქოს იქცნენ, თითქოს ჩაიკეტნენ გარკვეულ ჩარჩოებში და თითქოს დაივიწყეს, რომ ღმერთის წინაშე და სამშობლოს წინაშე, ღმერთის წინაშე და ადამიანის წინაშე, ადამიანური ურთიერთობისა და საღმრთო ურთიერთობის ნაწილნი რო ვართ, თითქოს ეს დაივიწყეს და რაღაცნაირად ესე ერთწერტილად იქცნენ. პატრიარქის მოწოდება ზუსტად ისაა, რომ ადამიანმა საკუთარ თავში ყოველთვის უნდა ზომოს რა ურთიერთობა ღმერთთან და რა ურთიერთობა ადამიანთან და მხოლოდ მაშინ ხდება ადამიანი ნამდვილი ადამიანი. აი დააკვირდით
ცოტა უტრირებული არ არის პრინციპში უტრირებული დატოვა. ჩვეულებრივი მაგალითია ეს ჩვეულებრივი დღევანდელი ცხოვრებისა. ჩვენ ხვდებით შემთხვევებს, როცა ადამიანი მხოლოდ სულიერებაზე შეიძლება ფიქრობდეს. ან ნამეტანად ფიქრობდეს აი ამ ვერტიკალურ ხაზზე. ნამეტანად ფიქრობდეს საკუთარ ურთიერთობაზე ღმერთთან. ნამეტანად ფიქრობდეს რელიგიურ წესჩვეულებებზე და ამავე დროს ის ვერ ამჩნევდეს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მის გარშემო მდგომ ადამიანებს. ან ასეთი რამ სურდეს, რომ მე მხოლოდ ჩემი თვის მინდა გადარჩენა, მე მხოლოდ მეზე ვარ პასუხისმგებელი, მე სხვა არ მაინტერესებს, მარტო მე გადავრჩე. თითქოს კომფორტის ზონას ეძებს ესე დროს ადამიანი, თითქოს სხვა არ აინტერესებს. შეიკეტება ასეთ დროს შეიძლება ითქვას. და აი ამ დროს თუ ადამიანმა ვერტიკალური ხაზის პარალელურად ჰორიზონტალი არ განავითარა, არ დაინახა მის გვერდში მდგომი, არ იფიქრა იმაზე, რომ მას არა მხოლოდ ღვთის წინაშე სამართლიანობა მართებს, არამედ სამშობლოს წინაშე, ოჯახის წინაშე, მეგობრების წინაშე, საზოგადოების წინაშე სამართლიანობა, თუ დაივიწყა მოკლედ ადამიანმა, ესეთი ადამიანი დაიღუპება, ვერ გადარჩება. დამოყვასი არა მხოლოდ ოჯახის წევრი ან ტაძარში მყოფი მრევლის წევრი არის, არამედ სწორედ ოჯახის გარეთ, ტაძრის გარეთ მყოფი ადამიანი შეიძლება სრულიად უცნობი ჩვენთვის, ხომ განურჩევლად მწამსისა, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, მოყვასია. ეს უნდა გავიაზროთ ალბათ, ხომ სწორედ მთავარი რაც არის, რასაც ამ სიტყვების მეშვეობით ვიგებთ და რაც უნდა გავიაზროთ. რა თქმა უნდა. და მართალი ბრძანდები და ზუსტად ახლა იმ ჭრილში გადავიდეთ, სადაც უკვე ჰორიზონტალური ხაზით ცხოვრება დღეს რაღაცნაირად ესეც გარკვეულ ანუ ორი კუდურესობასთან გვაქვს საქმე, ვერტიკალი ცხოვრებასთან და ჰორიზონტალი ცხოვრებასთან. ხშირად ხვდებით ესეთ შემთხვევებს. ჰორიზონტალურ ცხოვრებაში იგულისხმება მორალისტური მდგომარეობა გარკვეულწილად. როცა ადამიანი ამბობს, რომ აი მე ვიქნები პატიოსანი ადამიანი, მე ვიქნები საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელი ადამიანი, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც შექმნის სიკეთეს, იზრუნებს ამ ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე და ამ დროს ივიწყებს ვერტიკალს, ივიწყებს ღმერთთან ურთიერთობას. ანუ არ შეიძლება მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობით ცხოვრობდეს ადამიანი და არ შეიძლება მხოლოდ საკუთარი მორალისტური, ჰუმანისტური იდეების საფუძველზე ცხოვრობდეს ადამიანი. ეს ორივე უნდა შეერთოს ადამიანმა, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპება. პატრიარქმა თავისი ცხოვრებით ამის ნათელი მაგალითი მოგცა. ის თანაბრად ზრუნავდა საკუთარი სულისა და ერის ღმერთთან ურთიერთობაზე და ადამიანური ურთიერთობის გახალისებასა და ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღებაზე, როგორც კულტურული, სამეცნიერო, ძალიან ბევრი სფეროა, ვერც დავამთავრებთ ერთ გადაცემაში არ გვაქვს ამის, რომ ყველა მისის უწმინდესი სვაწლი. ნათელი მაგალითია. და პატრიარქმა რაც თქვა, ეს არ იყო მორალიზმი მისი მხრიდან. ეს იყო იმ სიბრძნის და იმ კონცეფციის გაზიარება და მოწოდება სხვისთვის, რასაც თავადვე ასრულებდა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი. პატრიარქი ზუსტად ამ ცხოვრებით ცხოვრობდა. ურთიერთობდა ღმერთთან და ურთიერთობდა ერთან. ზრუნავდა ღმერთთან ურთიერთობაზე და ზრუნავდა ერთან ურთიერთობაზე და ერის ღმერთთან ურთიერთობაზე და ღმერთის ერთან ურთიერთობაზე. ამას მართლა საფრთხო ძალით აღასრულებდა თავისი დიდი სიყვარულიდან გამომდინარე. ჩვენ შემოძვირფასებო არ უნდა შევშინდეთ არასდროს, არ უნდა დავყაროთ ფარღმალი, არ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი არ შეგვაძლებინებს ადამიანებთან ურთიერთობას, ან სამყარო არ შეგვაძლებინებს ღმერთთან ურთიერთობას. ეს ერთმანეთს არ უშლის ხელს. ჩვენ შეგვიძლია ღმერთთანაც ვიურთიერთოთ და ეს იმხელა ძალას მოგცემს, რომ მე ჰორიზონტალურ სიბრტყეში სწორად განვითარდეთ, ეს თუ არ გამოცადა ადამიანმა მხოლოდ სიტყვით ამას ვერ დაიჯერებს. და პირიქით არის, შეიძლება ადამიანს რაღაც მომენტში არ ქონდეს ღმერთთან ურთიერთობის ძალა საკუთარ თავში ნანახი და არ იყოს ამაში დარწმუნებული და აი ჰორიზონტალურმა ურთიერთობამ, ადამიანის ადამიანთან ურთიერთობამ, ჰორიზონტალურ სიბრტყეში მიმდინარე პროცესებმა გაახსენოს ადამიანს ღმერთი. ზოგს როგორი გზა აქვს და ზოგს როგორი გზა. ეს სწორედ ის თქვენ რაც ბრძანეთ მამათომა, რომ მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ საუბარი, არამედ ქმედება და სწორედ აი ჰორიზონტალურ ცხოვრებაში და ურთიერთობაში არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შეიძლება ქადაგად ვიქცეთ, ვთქვათ და ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდეს იმ სიტყვებს, რასაც წარმოვთქვათ და მხოლოდ სიტყვებად დარჩეს, ხომ თავისთავად. საინტერესო აქცენტი. აი ეს არის ალბათ, რომ ქებას ნახვა ჯობიაო, როგორც სიტყვიან, რომ ჩვენ ელჩები უნდა ვიყოთ გამომდინარე ჩვენი ცხოვრებიდან, ხომ? რომ ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს შეღებული ეკლესიის კარი, მან არა მხოლოდ სიტყვები მოისმინოს ჩვენგან, არამედ მიხვდეს, რომ ქმედებაში არსებული არის ეს ყველაფერი და ნამდვილად გულიდან წამოსულია ეს ყველაფერი ურთიერთობა, რაც უფალმა გვასწავლა თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თავისი დარიგებებიდან გამომდინარე, ხომ? აი როგორი უნდა იყოს რეალურად ქრისტიანის მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრება, რომ გაუზიაროს ეს გრძნობა, ეს უდიდესი შეგრძნება, რომელსაც უფალთან მყოფობა ჰქვია, თუნდაც მცირედით, რა თქმა უნდა, რთული არის, რომ
თავიდანვე აღივსო იმ რაღაც განსაკუთრებული მადლით, ხომ ამ ყველაფერს მოპოვება ჭირდება თავისთავად ცხოვრების განმავლობაში. როგორ უნდა გადავცეთ ეს ყველაფერი, როგორ უნდა მოხდეს ამ შინაგანი სინათლის გაცემა, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო აქცენტი დასვით და მადლობა ესეთი საინტერესო აქცენტისთვის. რაღაცები გამახსენდა ახლა კონებაში რო გისმენდით და თქვენის ნებართვით გავაჟღერებ, მაგრამ სანამ იმ ჩემ სათქმელს ვიტყვი, ეხლა ეს თავარი რამ უნდა ვთქვა, რაც აი იმ ჩემ ნათქვამს ახსნის მე. წეღან თქვით, რომ მათ ესახარებაში 22 თავში უფალს როცა ეკითხებიან, ის პასუხობს ასე: შეიყვარე და არა გიყვარდეს. ზოგჯერ ადამიანებთან რომ აქ ურთიერთობა და ვეკითხები ესახარებაში, გსმენიათ, რომ არის ორი მთავარი მცნება და რომელია ეს ორი, ადამიანთა უმეტესობა ასე ამბობს, რომ გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მოყვასი. ქრისტე ამ სიტყვებს არ ამბობს ამ გრამატიკული ფორმით. ქრისტე ამბობს სიტყვას შეიყვარე. გიყვარდეს და შეიყვარე განსხვავდება ერთმანეთისაგან. შეიყვარე არის პროაქტიული პროცესი, როდესაც ადამიანი პროაქტიულად ზრუნავს ზუსტად იმაზე, რომ მისი სიყვარული ღვთისადმი და მისი სიყვარული მოყვასისადმი გაიზარდოს. ანუ გიყვარდეს გარკვეულ სტატიკას ნიშნავს თითქოს და ამ შენარჩუნებასაც რაღაც დინამიკა ჭირდება მართალია, მაგრამ შეიყვარე უფრო მეტად აქცენტირებულია პროაქტიულობაზე. თითქოს მე უნდა დავხარჯო სპეციალურად ენერგია, მე უნდა ვიყო პროაქტიული, რომ მართლა შევიყვარო ღმერთი და მართლა შევიყვარო ადამიანი. და ახლა ჩვენ უბრალოდ მინდა რომ არ არის ეს ქართველი მწერალი, ვისაც ახლა დავასახელებ არც მართლმადიდებლობასთან პირდაპირ ესე კავშირში მყოფი ვიქტორ ჰიუგოზო მინდა თქვა 2-20 სიტყვა. მას აქ ერთი ესეთი ნაწარმოები, რომელსაც ქვია საბრალონი. და ამ საბრალონში არის ერთი პასაჟი გაშლილი, რაც ქრისტიანულ მსხვერპლს კარგად გამოსახავს. ზოგადად ქრისტიანის ცხოვრება, ეს პროაქტიულობა, წეგან რო ლაპარაკობდი, უკავშირდება პირდაპირ ქრისტეს მიბაძვას რაში? გაწირო საკუთარი თავი, წახვიდე მსხვერპლად. შეეწირო მსხვერპლად. დათმო შენი იმისათვის, რომ სხვა გადაარჩინო. აი ეს არის მთელი ქრისტიანული ფილოსოფია. ერთი შეხედვით ამ ღერძია მე აგებული ყველაფერი, მათ შორის ის ნათქვამი შეიყვარე ღმერთი და შეიყვარე მოყვასი, სწორედ ამ იდეოლოგიას ეფუძნება. და აი ამ მოკლედ საბრალონში ერთი პერსონაჟია, რომელსაც კატორღას მიუჟიან 19 წლის განმავლობაში და აღარ მახსოვს ზუსტად ჟან რაღაც ქვია რა, სახელი დამავიწყდა. ხო, მირიან აღარ მახსოვს ზუსტად რო არ შემეშალოს, უბრალოდ გამახსენდა ეხლა და ეს რო არ თქვა არ შეიძლება. და მოკლედ აი ამ კატორღა მიჯილ პერსონაჟს გამოუშვება. და ეს ადამიანი არის როგორ მდგომარეობაში, ცით? საკუთარ გულში სამყაროზე არის გაბოროტებული. არც ღმერთზე არის კმაყოფილი, იმიტომ რომ ღმერთო რა უსამართლოდ მომექეცე, ესეთი განცდები აქვს 19 წელი რისთვის ვიყავი ამ გაუსაძლის პირობებში, ჯოჯოხეთურ პირობებში. არც ადამიანებზე არის მთლად გულიანად განწყობილი, იმიტომ რომ რაც მან გაიარა ამ 19 წლის განმავლობაში, ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება, ადამიანებთან ურთიერთობა და ადამიანებისადმი ხედვა საერთოდ დანგრეული აქვს ამ პიროვნებას. არც ღმერთი უნდა, არც ადამიანი, არავინ არაფერი არ აინტერესებს საერთოდ. ესეთ მდგომარეობაში ძალიან კარგად მახსოვს, ადრე მაქვს საკითხული, უბრალოდ აი ეს პასაჟი გამახსენდა. და ამ დროს ის შეხვდება ეპისკოპოს მირიამი ქვია თუ არ ვცდებ მაპატიეს მაყურებელმა ძალიან ადრე მაქვს საკითხული მხატვრული ლიტერატურასთან ცოტა შორს ვარ, მაგრამ ესეთ პასაჟებს ვიჭერ ხოლმე და მოკლედ ეს ეპისკოპოსი შეიფარებს ამ ადამიანს და აპურებს, ესაუბრება, გულში ჩაიხუტებს ადამიანს, რომელიც განადგურებულია, სულიერად ეურთიერთება მას და აღმოჩნდება, რომ აი ეს დაზიანებული ფსიქიკის და სულის ადამიანი ეს, ვინც დაჭერილი იყო, მოიპარავს ამ ეპისკოპოსის სახლიდან ვერცხლს და გაიქცევა. და მას დაიჭერენ. და როდესაც დაიჭერენ და მიიყვანენ ეპისკოპოსთან, ეპისკოპოსი იტყვის, რომ ეს კი არ უნდა დასაჯოთ. არამედ პირიქით მე ყველაფერი მას ვაჩუქეო და მახსოვს შანდლებს აჩუქებს დამატებით. და ამით მოხდება აი ამ კატორღა გავლილ პიროვნებაში სრული გარდატეხა. ამ ეპისკოპოსს თავისი ქცევით, თავისი საქციელით უფრო მეტი ხადაგება გამოუვიდა, ვიდრე რომ დამჯდარიყო და მორალი წაეკითხა მისთვის. ანუ გარკვეული მსხვერპლი გაიღო ვიღაცამ უკვე მისთვის და ამან აი ამ კატორღა გავლილ პიროვნებაში სრული გარდატეხა მოახდინა. შეცვალა მისი პიროვნება, შეცვალა მისი კოდექსი, რომელიც ძალიან დამახინჯებული იყო და ნაწარმოებიდან გამომდინარე მისი ცხოვრება იცვლება. მაპატიეს ვაყურებელმა თქვენს რომ სახელები მართლა აღარ მახსოვს, ვერ ვიმახსოვრებ ამ მხატვრული პერსონაჟების სახელებს. მაგრამ პასაჟი დავამახსოვრ და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ის, როდესაც გავეცანი ამ ნაწარმოებს და იმდენად თამბეშტავი იყო ჩემთვის აი ეს მომენტი, რომ ერთი შეხვდით ახლა ეპისკოპოსი ადამიანის სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს და სიმართლე უნდა თქვას, რომ კი ბატონო ამმა მომპარა, ანუ სიმართლე უნდა თქვას ერთი შეხედვით.
მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი არის ყოველთვის შენი სიმართლე, ესეც საკითხავია, იმიტომ რომ შეიძლება სწორედ ის ადამიანი გადაარჩინო, რომლისთვისაც თითქოს ცხოვრებას დაკარგული აქვს ფასი და აზრი, ხო? და სინამდვილეში მარა გააკეთა, იცით? მართლა სიმართლე თქვა და სიმართლე გააკეთა. ეპისკოპოსს ის მისთვის ნაჩუქარი ქონდა, მას არ მოუტყუებია. ანუ ფაქტობრივად მან საკუთარ გულში აჩუქა ეს. საკუთარ გულში რაც მოხდა, ეს იყო რომ ეპისკოპოსს მე ყველაფერი აჩუქა. რო არ ეჩუქებინ ამას ვერ ითამაშებდა. ემოცია წაძლევდა მას აუცილებლად. ანუ როგორც ჩანს ეს პასაჟი ჩვენთვის უნდა იყოს არა მართლმადიდებლური წიაღიდან აღებული ლიტერატურული პასაჟია, მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ადამიანებთან ურთიერთობაში აბსოლუტური გულწრფელი სიყვარული გვმართებს. მამათომა, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ყოველს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, ხომ? და ის ნამდვილად ასეა. ისიც ვიცით, რომ უფალი არასოდეს არ გვარგუნებს ისეთ სიმძიმის ჯვარს, რომლის ტარებაც ჩვენ არ შეგვიძლია, ხომ? და რომლის ზიდვაც. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რომ ვიტვირთოთ სხვისი ჯვარიც. შეუმსუბუქოთ ყოველ შემთხვევაში ამ ჯვრის ტარება. როგორი უნდა იყოს ურთიერთობა მოყვასთან, როგორი უნდა დავიწყეთ საუბარი იმით, რომ უნდა იყოს ადამიანის ჯვარი ასეთი, ხო ასე უნდა გამოისახებოდეს სწრაფვა ღვთისაკენ, სწრაფვა ადამიანისაკენ. და სწორედ ეს ადამიანი არის ის მოყვასი, რომელსაც ჩვენ უნდა შევეხიდოთ და ერთმანეთს უნდა შევეხიდოთ, რომ ეს ჩვენი ჯვარი უფრო მსუბუქი იყოს სატარებლად და საძიდად. როგორია ჩვენი ცხოვრება, ასე ვთქვათ, ამ დროს როგორ უნდა წარმართოთ, როგორია წმინდა მამათა დარიგება, რას გვირჩევენ, როგორი უნდა იყოს ეს გზა. არავინ ამბობს იმას, რომ იავარდით მოფენილი იქნება და ეკლიანი იქნება აუცილებლად შიგადაშიგ, მაგრამ როგორ შევუმსუბუქოთ ეს რთული გზა ერთმანეთს. ვარდი უეკლოთ, არავის მეუგრებია. სანამ ალბათ ეს ჰიბრიდული ვარდები არ შემოვიდა და უეკლო ვარდები იქამდე უეკლო ვარდი არ არსებობს. ეკლიანი გზა არ ნიშნავს საშიშ გზას. ეკლიანი გზა ხშირად ღირსეულ გზასაც ნიშნავს და მოკლედ მე არ მეშინია ეკლიანი გზის. ვერ ვეტყვი ადამიანს რომ გეშინოდეს ეკლიანი გზის, არ შეიძლება ეს. ჩვენ ვაშკაცი ადამიანები ვართ, ქრისტიანები. ვაშკაცურად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, როგორც ქრისტემ გააკეთა ეს ადამიანურად ამოფეხლა ამ ყველაფერს. ქრისტემ ძალიან დიდი, ადამიანური გააკეთა, დიდი ვაშკაცობა გამოავლინა, როდესაც მან საკუთარი ნებით ესე მსხვერპლი გაიღო და საკუთარი სიცოცხლე შესწირა. თან მიუხედავად იმისა, რომ მას სრული ძალაუფლება ჰქონდა, იმისა, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო. ერთი სიტყვა ეთქვა, რა ვიცი, უბრალოდ ეფიქრა და მისი ფიქრი ყისიერად საქმეთ იქცეოდა და ყველანი რაღაც შეგუცლებოდა მდგომარეობა. მან რა გზაც აირჩია, ღმერთმა რა გზაც გვიჩვენა, მან რა გზაც გაიარა, ეს გზა ჩვენთვის უნდა იყოს მისაბაძი. ყველა ჩვენ ქრისტიანებსაც ოგვეძახიან. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მისი მიმბაძველები, ქრისტეს გზის გამგრძელებლები, როგორც ქრისტე აზროვნებდა, ისე უნდა ვიაზროვნოთ, როგორც ქრისტე უყურებდა ამა თუ იმ საკითხს, ისე უნდა უყუროთ და მე ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. რა არის მთავარი? მთავარი თუ არის რომ მე ვიყო მართალი, მთავარი თუ არის რომ მე გადავრჩე, მე ძალიან ბევრ შეცდომას დავუშვებ. და მთავარი თუ გახდა ადამიანისთვის ის რომ მე ღმერთთან ურთიერთობაში ადამიანებს დავეხმარო, ღმერთთანაც მართალი ვიყო და ადამიანთანაც მართალი ვიყო, ეს უკვე სულ სხვა კონცეფცია. როდესაც თქვენ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ამ კონცეფციაზე ავეგებით, აი წარმოიდგინეთ რომ მთელი საქართველო, ყველა ვინც საქართველოში ცხოვრობს, მთელი დედამიწა არის მართლა ამ კონცეფციით მცხოვრები. აი მართლა გულში, გულწრფელად ფიქრობს ღმერთის წინაშე რა არის მართალი და მართლა გულში, გულწრფელად ფიქრობს ადამიანურ ურთიერთობებში რა არის ჯანსაღი, სწორი და მართალი. არც ერთი კანონი, არც ერთი მცნება აღარ იქნება საჭირო. იმიტომ რომ ავტომატურად ყველაფერი შესრულდება. იმიტომ რომ ყველაფერი მოწესრიგდება, პრობლემა აღარ იქნება. ქრისტემ ზუსტად ამიტომ უპასუხა რომ ყველა მცნება, ყველა წინასწარმეტყველი, ყველა რჯული ამ ორ რამეზეა დაფუძნებული. თუ მეკითხებით რა უნდა ვქნათ? თვითკონტროლში, საკუთარი თავის შეფასებაში, საკუთარი თავის ანალიზში ყოველდღიურად უნდა გავაკონტროლოთ აი ეს ორი ვექტორი. რამდენად ცოცხალი ვართ ამაში. რამდენად ცოცხალნი ვართ ვერტიკალში, რაც უწმიდესმაც აგერ მიგვითითა და გვასწავლა. რამდენად ცოცხალნი ვართ ჩვენ ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის ხაზში და რამდენად ცოცხალნი ვართ ჰორიზონტალში ადამიანისა და ადამიანის ურთიერთობის ხაზში. მაშინ ხდება ადამიანი მთავარი. მაშინ ხდება ადამიანი და მაშინ ხდება ადამიანი ნამდვილად ღვთის ხატი და მსგავსი. ეს არის მთელი კონცეფცია. ეს მე ვისრავარგე, ხომ? არა ის რომ ჩემ თავს რასარგებელი მოუტანე, არამედ
მოყვას რა გავუკეთე, რა სიკეთეთ ჩავიდინე, ან თუნდაც რა არასწორი ნაბიჯები გადავდგე, რისი საშუალებაც უნდა გამოვითხოვოთ უფლისგან, რომ გაგვithენოს მომდევნო დღე, რომ გამოვასწოროთ. და ყოველი დღის გათენებაც ნამდვილად დიდი საჩუქარია ღვთისგან ბუძებული და მადლიერები უნდა ვიყოთ სწორედ თითოეული მზის ამოსვლით, იმიტომ რომ ჩვენს შანსი გვეძლევა იმის, რომ უკეთესები ვიყოთ ხვალ ვიდრე ვიყავით დღეს. აი, ერთ-ერთი მამა ამბობს, ოღონდ ქართველი არ არის, წაკითხული მაქვს ადრე ესეც, რომ ერთ-ერთ საუბარში აღნიშნავს ასეთ რაღაცას, უბრალოდ ეს ჩანაწერი არსებობს და ის ჩანაწერი მაქვს წაკითხული. წარმოიდგინეთო დილითო, როცა ღმერთს შეევედრებიო, დაელაპარაკებიო, მადლობას ეტყვირო დღე გაგითენდაო, დაიწყებ დღეს საერთო მადლთან ღმერთთან ურთიერთობით ამ ვერტიკალური ხაზით დაიწყებ დილასო და გარეთ რომ გახვალო, აი ადამიანი რო შეგვხვდებაო, თუნდაც უთხასიათზეო, თუნდაც რაღაც დაგიშავაო, თუნდაც რაღაც არასწორად მოგექცა იმ კონკრეტულ სიტუაციაშიო. აი იქ თუ არ გამოავლინე შენ საერთო სიყვარულიო, აი ეს ვერტიკალი, რომელიც სახლში განახორციელე, ის ვერტიკალური ხაზი, რომლითაც ის დღე დაიწყეო, მერე ფას კარგავს. და ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, სულ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის ადამიანი, რომელი რელიგიის თუ რომელი ეთნოფსიქოლოგიის წარმომადგენელია, ის შექმნილია ღვთის ხატად მსგავსად. მეორე საკითხია, რამდენად ინარჩუნებს ადამიანი საკუთარ თავში ამ ღვთის ხატებას და მსგავსებას და რამდენად ფიქრობს თვითონ ამ საკითხზე, რომ ის არის ღვთის ხატი და მსგავსი. მაგრამ ჩვენ ეს პოზიციონირება უნდა გქონდეს. ზოგჯერ ადამიანში ჩვენ უნდა გავხდეთ სარკე იმისა, რომ მან ჩვენში დაინახოს ღვთის ხატება და მსგავსება, დაინახოს საკუთარი პიროვნება და საკუთარი თავის კორექტირება განახორციელოს. აი რა ვქნა კაცო ეს ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებში წეღარა პასაჟის ახსენით, პირდაპირ მან ჩანს ეგ და რამდენად ამის სახელები არ ვიცი. ქრისტემ რაც გააკეთა, დააკვირდით, აი ქრისტეს ხო შეეძლო ეს ბრძანების სახით თქვა, რომ ხალხო თქვენ ესე კი არა ესე არ გააკეთა მან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მან საკუთარი მსხვერპლად შეწირვის მაგალითით გარკვეული სარკე შექმნა ჩვენთვის, რომელშიც ჩვენ უნდა ჩავიხედოთ და საკუთარი თავი დავინახოთ. სარკეში რას ვაკეთებ? ჩავიხედებით, რაღაც თმას დავივარცხნით, ვისაც წვერი აქვს, წვერი გაისწორებს, აქ მოწესრიგდება, ანუ სარკეს ის ფუნქცია აქვს სინამდვილეში, რომ ჩვენ მოწესრიგებაში დაგვეხმაროს. და ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად აი ეს ბოროტი ჯადოქარი დედოფალი რო არის, სარკეში რო იყურება, რისთვის იყენებს სარკეს? იყენებს დიდებისთვის, იყენებს პატივისთვის, იყენებს ცუდად. სარკე ადამიანმა დიდების მოყარეობისთვის კი არ უნდა გამოიყენოს. აი რა კარგი ვარ და როგორი მაგარი ვარ და სხვა როგორ ჯობი ვარ. მაგისთვის არ უნდა გამოიყენოს ადამიანმა სარკე. სარკე უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საკუთარი ცუდი დაინახოს და ის ცუდი გამოასწოროს. სარკეს ეს დანიშნულება აქვს. როგორ გამოიყურები, რო აფასებ საკუთარ თავს, ცუდს თუ ხედავ, ხო ასწორებ. იგივენაირად უნდა გქონდეს ჩვენ სულიერი სარკე და ხშირად ეს სულიერი სარკე კი არა და ყოველთვის ქრისტეს ღვაწლია. როცა ქრისტეს ღვაწლში ჩაიხედები, როცა სახარებაში ჩაიხედები, როცა ქრისტეს სიტყვებში, მის მოქმედებში ჩაიხედები, ეგ სულიერი სარკია, რომელშიც რო ჩაიხედები რაღაცეები რო არ მოგეწონება, მე შენ თავს რო დაინახავ, აი იმის მიხედვით უნდა გაასწორო და არა თუ იამაყო, აი რა მაგარი ვარ და როგორი ძლიერი ვარ, როგორი კარგი ქრისტიანი ვარ, თორე დაკარგავს ადამიანი საკუთარ ღერცს, დაკარგავს ადამიანთან ურთიერთობას, დაკარგავს საბოლოო ჯამში ღმერთთან ურთიერთობას და გახდება ისევ წერტილი ნაცვლად ამ სამყაროში სამგანზომილებიანი არსებისა, რომელსაც განუსაზღვრელი ძალა აქვს განვითარების. ჩვენ არ ვართ მონაკვეთური არსებები, ჩვენ ვართ უფრო სხივისებური არსებები. ღმერთი წრფივისებური არსება, სულ იყო და სულ იქნება. ჩვენ გარკვეულ ეტაპზე შემოვედით სამყაროში, აი როგორც მონაკვეთი არის აქედან აქამდე, წრფი არის სულ და სხივი არის დასაწყისი აქ და მერე გაგრძელება აქვს მარადიული. ჩვენ აი ესეთი სხივისებური არსებები ვართ. გვაქვს დასაწყისი და არასდროს აღარ ვთავრდებით. არასდროს აღარ მთავრდება ჩვენი ცხოვრება. ჩვენ მონაკვეთური არსებები არ ვართ. დასაწყისი და დასასრული არ გვაქვს პირდაპირ გაგებით. ჩვენ ვიწყებთ არსებობას და ვაგრძელებთ მარადიულად ამ არსებობას. და ეს თუ ადამიანმა დაივიწყა და თუ ამ მარადიულად განვითარებაზე არ იფიქრა მარადიულად ღვთისკენ სწრაფვაზე, არ იფიქრა ადამიანებს შორის მარადიულ ჯანსაღ ურთიერთობაზე, ის გადაიქცევა მონაკვეთურ არსებად. მონაკვეთური არსება სამყაროს საზომში წერტილი ხდება და ჩვენ ღმერთ წერტილობისთვის არ შეუქმნივართ. ღმერთმა ჩვენ თავის ხატად და მსგავსად შექმნა იმისთვის, რომ ვერტიკალში ღმერთს მივემსგავსოთ და ჰორიზონტში ადამიანებს დავეხმაროთ ღმერთთან და სამშობლოსთან და სიკეთესთან ურთიერთობაში. ყველა შეგვაძლებინოს ჩვენი პატრიარქის დანატოვარი ესანდერძი და მოგცეს მადლი და წყალობა. ვადიდოთ მაღლა ღმერთი, ქვეყანაზე მშვიდობა,
დავიცვათ და კაცთა შორის სათნოება განვახორციელოთ. ძალიან დიდი მადლობა მამთო მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. თქვენ შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდა წმინდა ცხრაყმა კოლაევთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დღეს როგორც დაიწყებ, შესაბამისად ისე გაგრძელდება ჩვენი დღეც. აქედან გამომდინარე დავიწყოთ უფლის დიდებით, ლოცვით, მასთან საუბრით. 9 საათი მოახლოვდა, ერთად აღვავნოთ უფლისადიებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია,
ალილუია, ალილუია, დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად. უკვე 48 წელია, რაც ანსამბლი მართვე ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და საგალობელს ემსახურება. 31 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ანსამბლი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა. ანსამბლის თითქმის ნახევარსაუკუნოვან ისტორიასა და სამოვალო გეგმებზე გვესაუბრება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ქუტიძე. დილამშვიდობის ბატონო ვარლამ, გვანდობთ მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, ყოველთვის იჩენთ მართვეს მიმართ ყურადღებას და დიდი მადლობა ამისთვის. სხვაგვარად ალბათ წარმოუდგენელიც არის. ბატონო ვარლამ, ვისაუბროთ თავდაპირველად 31-ში გამართული კონცერტის შესახებ, თუ რა წარადგინეთ მსმენელის წინაშე, როგორი იყო, რამდენად გაამართლა მოლოდინები და როგორი იყო ოვაციები მაყურებლების მხრიდან. დიახ, 31 მაისი მართვეს დაბადების დღეა. და დავამტყუეთ ეს კონცერტი 48 წლის იუბილეს და ერთგვარად გვინდოდა აი მთელი წლის ნამუშევარი წარგვედგინა მსმენელის წინაშე და ერთგვარად სხვა პროგრამა წარუდგინეთ მაყურებელს გამომდინარე იქიდან რომ შარშან ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა მართვეში. ირაკლი ტყვაცილია დირექტორი და ძალიან კარგი გუნდი ლოტბარების სერგო ურუშაძე, გიორგი ხუნაშვილი, ლიკა ლიპარტელიანი, დავით კახიძე და ამ ერთობლივი ნამუშევრის წარმოადგენა გვინდოდა მსმენელის წინაშე. და ეს პროგრამა განსხვავდებოდა წინა პროგრამებისგან, იმით რომ აი ნაკლებად ცნობილი და ნაკლებად სცენაზე გამოტანილი სიმღერები წარუდგინეთ მაყურებელს. ცოტა არქივში მივქეკეთ ძველი მივიწყებული პროგრამა და ვფიქრობ საინტერესო იყო იქიდან გამომდინარე ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე რომ ოვაციებმაც არ დაახანა და რა ვიცი სხვანაირად შესაბამისად სწორი რეაქცია ჰქონდა მაყურებელს რა თქმა უნდა. მაყურებლის რეაქცია ყოველთვის გულწრფელია და რა ვიცი ძალიან ბევრი შრომის შედეგი დადგა. მე მგონი მივიტანეთ სმენელამდე იმის სული და გული რაც გვინდოდა რაც ჩაუდეთ. როგორი იყო მზადების პერიოდი და თავად ის რეპერტუარი რომელიც თქვათ შეიძლება როგორც თქვენ ახსენეთ მივიწყებული იყო და საარქივო მასალებში გიწევდათ მის მოძიება ხომ როგორი იყო მისი ათვისება თქვენი ანსამბლის წევრებისთვის და რამდენად მზადებაც განსხვავებული იყო სხვა წლებისგან სხვათა შორის იმიტომ რომ ცოტა მცირე პერიოდში მოგვიწეა ამ პროგრამის აწყობა ასე ვთქვათ გაზაფხულზე თუ არ ვცდები თებერვალში გადარჩევა შედგა ანსამბლში კონკურსი გადარჩევას დავარქვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი
არის ძალიან ბევრი ბავშვი ამას რაჯობია, ძალიან კარგი, მაგრამ უბრალოდ აი 75 ბავშვი გამოირჩა ამ კონცერტისთვის და სულ რაღაც 2 თვე ქონდა დარჩენილი 2 თვე ნახევარი და ინტენსიური რეპეტიციები მიდიოდა. ბოლო თვე ყოველდღე რეპეტიცია იყო 2-3 საათი დაახლოებით და ბავშვები წამოყვნენ, ამას გაუგეს, აუღეს ალღო და თვითონაც ინტერესი ჰქონდათ ამ ყველაფრის და ძალიან კიშრომატევადი იყო, მაგრამ აი ბოლოს რო შედეგი დგება, უბრალოდ ის დაღლადა ყველაფერი. რა თქმა უნდა. უკვე მსმენელი სოვაციები, როდესაც გესმის და აპლოდისმენტები, იქ უკვე ყველაფერი ყველანაირი სირთულე გავიწყდება აბსოლუტურად. სირთულე ყველაფერი ვერ უცხო. დიახ, ბატონო ვარლამ, მცირე ექსკურსია, ასე ვთქვათ, ანსამბლის ჩამოყალიბების შესახებ, რა გზა გაიარეთ, 58 წელი არ არის ნამდვილად ცოტა იმისათვის, რომ არაჩვეულებრივი თაობები აღიზარდოს, მარგალიტები გამოირჩნენ თავისთავად და რაც მთავარია, მომავალ თაობას გადასცენ შემდგომ ეს დაგროვილი ცოდნა. დიახ, ეხლა ამ გადასახედიდან რომ უკვე 58 წელი გავიდა, ცოტა ერთხელ თქვი რომ ცოტა შემეშინდა რომ გადავხედეთ ამდენი არ არის ხუმრობა 58 წელიდან ისეთ რიტმში როგორც მართვი არის ერთი დღე არ ჩავარდნილ არც რეპეტიცია არც დაუშვათ ეს მსვლელობა მართვესი 58 წელს სულ მიუხედავად იმ პრობლემებისა რაც ქვეყანაში იყო იმ 90-იან წლებში უშუქობა აღარ გავიხსენებ იმ ძველ პერიოდს, მაგრამ რეპეტიცია არ გასწრილა და კონცერტის სათაური, რასაც ამბობს 58 წელი ქართულ ფესვებთან, ესე ვიყავით ჩაბღაუჭებული ამ ფესვებს და როგორც დაიწყო ამასაბლის ისტორია ბატონმა აზორმა ის მისია რაც და ის მიზანი რაც ჰქონდა ამასავს, რომ ეს ქართული სიმღერა გადარჩენილიყო სრული ამ სიტყვით ნიშნულობთ, ზოგმა შეიძლება ეს სხვანაირად შეხედოს, მაგრამ ის პერიოდი იყო, ამის გამეორება მიწევს ხშირად, მაგრამ მე ამის მომსწრე ვარ. იმიტომ პირველ თაობიდან ნამდვილად არაპოპულარული იყო მაშინ იმ დროს. ქართული სიმღერა რატომ არ ვიცი, მაგრამ ესე იყო და სწორედ ამიტომ დაიწყო მართლაც ამ საქმეს მოკიდა ხელი და თუ გინდა რომ გადარჩეს, ხო? ბატონო ზუსტობია, თუ გინდა სიმღერა გადარჩეს, იგი ბავშვებს უნდა ასწავლოდა. ის ჩაჭი არ უნდა გამწყდარიყო იმ უფროსი თაობას და მომავალ თაობას შორის. აი გაწყვეტაზე იყო და ამით მიუსწრო ბატონმა აზორმა და ძალიან დიდი შრომა ჩადებული ბატონ რამინ მიქაბერიძის, ბატონ კოტე მშვიდობაძის, შემდეგ მამგვაგულაღაში ბევრმა ლოტბარმა გაიარა დიდი ხანი 58 წელი და აგერ ბოლოს მიშა ჯავახიშვილი იყო ეს ბოლოს 3 წელიწადი სანამ რუსთავში გადავიდოდა და ბევრი ადამიანის შრომა და 8 წელია მოკლედ ამ საქმეში რომელმაც გაამართლა ნამდვილად ახლა იმდენი გუნდია საქართველოში იმდენი ბავშვი მღერის რა ვიცი ეს მისია შესრულებულია ნამდვილად და ბატონ აზორის სული შვიდად უნდა იყოს რაც თავარია ეს ინტერესი და სიყვარული არათუნელდება, არამედ პირიქით უფრო და უფრო ძლიერდება და მძაფრდება და ეს აისახება თუნდაც იმაზე, რომ ძალიან ბევრი ბავშვი არის თქვენთან უკვე მოსული და 75 ბავშვი რომ გამოირჩა ამ კონცერტისთვის, ეს უკვე ყველაფრის მთქმელი არის აბსოლუტურად, თუ რა ნაკადზე არის საუბარი. დიდი არის სურვილი, ძალიან ბევრი ჩვენ მაგალითად ახლა სტუდიებში ჩვენთან 600-მდე ბავშვი არის წარმოიდგინეთ. ხო სხვადასხვა განხრით, მაგრამ ძალიან დიდი არის მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს ქართულ კაცაა გენეტიკაში, ამდვილად. ეს ჩემი პრაქტიკიდან ნამდვილად ვიცი, რომ აი ქართულ ადამიანს ამის მოთხოვნილება აქვს, ოღონდ გაუღვიო. და მე აქით გთხოვს ამის სწავლას და ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ პატარა ბავშვი რომ მოყავს შობელს, ამასაც ხშირად ვიმეორებ, მაგრამ ესეა, რომ მოყავს შობელს 5-6 წლის ბავშვი. მან არ იცის სად მოდის, გათვითცნობიერებული არ აქვს სად მოდის, მაგრამ რამდენიმე რეპეტიცია არის საკმარისი, რომ იმ ბავშვმა აქით მოთხოვოს შობელს წამიყვანოს სიმღერაზე. ნამდვილად არ იცის
რა ხდება, მაგრამ შეიძლება ტელევიზორით აქვს ნანახი, ხომ, შეიძლება კონცერტს დასწრებია და ზოგადად წარმოდგენა აქვს, მაგრამ ის რეალურად რასაც თავისი ხდება ეს რამდენიმე აი თქვათ 2-3 სიმღერას რო დაიწყებს სწავლას და იმდენად თავისად თulis ამას და იმდენად რაღაცა გენეტიკაში არის რომ აი თვითონ სკოლაში ბევრჯერ შეგოს უთქია სკოლაში წასვლა ეზარებათ, მაგრამ სიმღერაზე არ სიმღერაზე წასვლა არ ეზარებათ. ამ 48 წლის განმავლობაში როგორ განვითარდა ანსამბლი და სხვა მიმართულებები ახსენეთ, ხომ? რა მიმართულებზე ასაუბრეთ? კი, ჩვენთან ძირითადად არის სიმღერა, რა თქმა უნდა, მართვე. ბიჭუნათა ანსამბლი არის. ერთ-ერთი გოგო ყავდა მაიამი ქაბერიძე პირველ თაობაში, მოვიკითხავ აქედან. მოვიკითხავთ ჩვენს ხშირის მოვიკითხავ აქედან კიდე მიქაბერიძეს და ყოველთვის ყავდა ჩვენ, იმიტომ რომ საჭიროა ხალხური საკრავები აუცილებლად და მის განყოფილება რომელსაც მარკელ ლაპტაშვილის სახელი დავარქვით და ძალიან ამ კონცერტში წარმოდგენილი იყო საკრავიერი მუსიკა და კიდე ერთი უნდა ვთქვა რომ ყველა კუთხის ნიმუშები გამოვიყენეთ ამ კონცერტში ხა სიტყვა მოიტანა და ყავდა ორი თუში ბიჭი ალონიდან აი თუშური მელოდიები და თუშური სიმღერები ეს აი სუფთა რაც იქ არის არავითარი ჩარევა არავითარი ცივილიზაცია აი ის გადმოიტანეს სცენაზე რაც აი ყოფაში თუშეთში მთებში დაიბადა აი ზუსტად ის ორი პატარა ბიჭი ბიჭმა შეასრულეს ამ თუშურ გამოზე და მათთან აი ეს ურთიერთობა ჩვენი დაიწყო ამითი და გვინდა ამას ხელი შევუწყოთ და არა ჩვეულებრივად ცეკვავენ კიდევაც გარდა იმისა რომ ძალიან კარგად მღერიან კი ქორეოგრაფიის ნიმუშებიც ქონდა იმიტომ რომ თან უნიკალური სონური ფერხული შესრულდა ამ კონცერტზე ესეც 75 ბავშვი ფერხულში ჩართული 75 ბავშვი ესეთ მეგონი არ შესრულებულა ამდენი არც მე მახსენდება ყოველ შემთხვევაში ფერხულის სცენაზე შესრულება 75 ადამიანის მე ნამდვილად არ მახსოვს და ეს ძალიან საინტერესო იყო და პირველი ცდა იყო ძალიან ისეთი ნერვიული იყო, მაგრამ ბავშვმა გაართვეს თავი და აი ხაც ეს გასწრებით კონცერტებიც ხშირად გაქვთ ხოლმე ქვეყნის გარეთ და მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად ქვეყანაში ჩვენს რეგიონებში მათი ვიზიტი, ასე ვთქვათ, კონცერტების ჩატარება. აი რამდენად შესაძლებელი არის, რომ ხშირად გაიმართოს ჩვენ ქვეყნის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ეს კი, კონცერტები. ჩვენ ახლა ეს ძალიან საინტერესო გამოგივიდა ეს კონცერტი პროგრამა თვითონ. თავის შინაარსით და გვინდა რომ ეს გავიტანოთ რეგიონებში. და შემოიაროთ საქართველოს და ეს კონცერტი წარუდგინოთ მსმენელს მაყურებელს. საზღვარგარეთაც ხშირად გავდივართ. ახლა ზუსტად ახლა ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ გვაქვს გეგმები. შარშან შტატებში ვიყავით. და მოკლედ ეხლა არ გვეცალა ეს რაღაც პერიოდი სპეციალურად ყველაფერზე გამოთიშული ვიყავით, ამ პროგრამის მოზადებაში ვიყავით. ეხლა უკვე დავიწყებთ სიარულ საქართველოს ფარგლებში და იმედია საზღვარგარეთაც. საზღვარგარეთ მაყურებელი ყოველთვის დიდი ოვაციით ხვდება ხოლმე ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებს და ანსამბლ მართვეს თავისთავად, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაინტერესებს დამოკიდებულება ჩვენი ბავშვების, ასე ვთქვათ, მართვეს წევრების, რომლებიც ალბათ კიდევ უფრო მეტად იაზრებენ, როდესაც ქვეყნის გარეთ გადიან, თუ რას ნიშნავს იყო ელჩი შენი ქვეყნის. კი, ნამდვილად. ეს სიმღერა მხოლოდ სიმღერა არ არის და მეტი არაფერი ეს ბავშვები იზრდებიან ისეთ გარემოში სადაც ყალიბდებიან ადამიანებად ქართველ რაინდებად ყალიბდებიან ეს სიმღერა საშუალებაა უბრალოდ და აზრიც ხო ის არის სიმღერის და ნებისმიერი ხელოვნების აზრია რომ ადამიანს გეომონება ჩამოყალიბოს და საზოგადოებაში მომზადებული შევიდეს და ისინი ნამდვილად ესეთ სიმღერებს რო შეასრულებთ ესეთ რეპერტუარს და ქართული სამუსიკაცია იქ ცოტა სხვა რაღაცები იღუძებს კი ნამდვილად და
გნებავთ საქართველოს კონცერტებზე და საზოგადოებრივად განსაკუთრებით წარმოაჩენენ თავის ქვეყანას ესიციან მათ აქ გასისხორცებული ეს ყველაფერი და აი ის უბრალოდ შეიძლება ხანდახან რეპეტიციებზე ხება მოგესალმებით ბიჭები არიან სიცილქეც არის ეს ყველაფერი მაგრამ აი როგორც კი დადგება გნებავთ კონცერტზე გასulis წინ რაღაც აბსოლუტურად სხვანაირები არიან და დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საქმეს და უცხოეთში განსაკუთრებით, იმიტომ რომ თავის ქვეყანას წარმოადგენენ და თავის დროშას და ეს ნამდვილად დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ გვექნება საშუალება დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაცემის მეშვეობით ვამცნოთ საზოგადოებას. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა რომ ყოველთვის ყურადღებით ხართ მართეს მიმართ და მადლობა თქვენ. გვარდლობთ. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ხუტიძე. დრო ახლა წარმოგიდგინოთ სიუჟეტი, გეტყვით რომ შოთა რუსთაველის სახელობის 112 საჯარო სკოლაში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოს ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და უფრო მეტს უკვე ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან მოგიყვებით. ნახოთ სიუჟეტი. საქართველო მიყვარხარ, ასე ეწოდა შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის 112 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. სეპირსიტყვიერებისა და თეატრალური წარმოდგენის სინთეზით საღამოზე მოსწავლეებმა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი მემკვიდრეობა გააცოცხლეს. წარმოდგენის რეჟისურა 112 საჯარო სკოლის მასწავლებელს მაია მელქაძეს ეკუთვნის. იდეა იყო შემოთავაზებული ნაძალადევის ქალთა ორგანიზაციის მიერ. მნიშვნელოვანი თარიღია 1700 წელი ქრისტიანობის აღსანიშნავად და შეუდექით ერთ-ერთი უძლიერესი პედაგოგის მაია მელქაძის, ასე ვთქვათ, რეჟისურით და სცენარით მან შექმნა. იდეაც თვითონ ჩამოაყალიბა, რა კუთხით წავსულიყავით კონკრეტული ღონისძიების აღსანიშნავად. ბავშვებმა გაითავისეს ყველა გმირის ცხოვრება და მნიშვნელოვანია საკმაოდ, იმიტომ რომ სულიერებას ძალიან ბევრი სიკეთე მოაქვს. დღევანდელ სამყაროში აუცილებელიც. ღონისძიებას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაყურებლისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, სადაც მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობა გაიხსენეს. მოგილოცავთ ყველას ამ 1700 წლის იუბილეს, რომელიც წელი გრძელდება და ჩვენ აღნიშნავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლის თავს. ეს არის ფარავნის ტბაზე აღინიშნება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა პატრიარქი შიო მესამე მობრძანდება სადღესასწაულო წირვაზე. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იქნება და მთელი ქართველი ხალხი აღნიშნავს და ეს არის დასაწყისი ამ აღნიშვნის და მინდა გითხრათ, რომ აი დღეს აქ 112 საჯარო სკოლაში რაც ჩვენ მოვისმინეთ, რაც ჩვენ ნახეთ, ეს არაჩვეულებრივი წარმოდგენა, არაჩვეულებრივი, ეს იყო ძალიან ღრმად გააზრებული და ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ვინც შეადგინა ეს პროგრამა, თვითონ არაჩვეულებრივად შედგენილი და ფაქტიურად ძალიან ღრმა ცოდნა გამომჟღავნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ასევე მინდა აღვნიშნო ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებმაც საოცარი ემოციით წარმოადგინეს ეს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად მთელი ამ წარმოდგენის განმავლობაში აი ესე იგი ცრემლი ვერ შევიშლე თვალზე, სულ ცრემლები მომდიოდა გაყაყობით, იმდენად შთამბეჭდავი იყო. აქ ისეთი მასწავლებლები ასწავლიან, აქ ისეთი დირექტორი ყავს ამ სკოლას, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მასწავლებლების
ირგვლივ ძალიან ბევრი აი ესეთი ქრისტიანი და მართლმადიდებელი ბავშვი გაიზრდება. ყველა ალბათ დამეთახება აქ ვიციჯდა, რომ სრემლები ვერამე ვერ შეიკავა რა. ეს იყო საოცრად და ეს იყო ალბათ ის მადლობა კიდევ ერთი, რომელიც დღეს აქ და ზოგადად კიდევ თელმა საქართველოს გადაუხადა ჩვენ უწმინდეს. აი ესეთი სიყვარული დატოვა, რომ ყველას რაღაცა სრემლები მოგვადგა თვალებთან. წელს საქართველოს უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა ჩვენი ღონისძიებაც. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მოსულ სტუმარს და იმედი გვაქვს, რომ ისი ამოვნეს. მადლობა სკოლის დირექციას და უმაგრეს ბავშვებს, რომლებმაც მიიღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. 112 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციურმა და მაღალპროფესიულმა შესრულებამ მაყურებლის მქუხარე ტაში დაიმსახურა. ღონისძიების დასასრულს ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა. სკოლის მოსწავლეები დალოცა და მათ საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა. უპირველეს ყოვლისა, ყველას მოგილოცავთ 1700 წლის იუბილეს ჩვენი ნათლისღების, თორე გაქრისტიანება ჩვენ 2000 წლის ქრისტიანები ვართ. ეს არის საყოველთაო ნათლობა და ამას აღნიშნავთ წელს განსაკუთრებულად და დღესაც აი რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ თვალწინ გაერბინა ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი ქვეყნის წარსულმა, რომ შემოვედი დარბაზში ჩვენი პატრიარქის სურათი და მე დარწმუნებული ვიყავი, რა თქმა უნდა, რომ ეს ასეთი არაჩვეულებრივი წარმოდგენა ჩვენი პატრიარქის სადმი შესხული ხოტბის თუ ჩვენი პატრიარქისადმი მადლობის გამოხატულებით დასრულდებოდა და რა თქმა უნდა ასეც მოხდა. და მინდა გითხრათ, რომ დაუკვირდეთ აი 1700 წლის იუბილეს აღნიშნავთ. აი ეს იუბილე ფაქტიურად ნახევარი საუკუნეა ჩვენი პატრიარქი ამას ამზადებდა. უფრო მეტიც, მაგრამ აი როგორც პატრიარქი ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი პატრიარქი ილია მეორე და ჩვენ როგორც ვაზროვნებთ, ჩვენ როგორც ლოცულობთ, ჩვენ როგორც გვიყვარს ერთმანეთი, ეს არის ჩვენი პატრიარქის პირადი დამსახურება. როგორც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე აღინიშნა ღონისძიების მიზანი ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების ხელშეწყობაა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუდიის სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი გახლავთ პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენგელია. ვისაუბრებთ მისი ახალი პოეტური კრებულის შესახებ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ჩიტები დედამიწის განიდებზე. წიგნის გარეკანს ამშვენებს დიდი მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის მიერ შესრულებული პორტრეტი. წიგნს კი დართული აქვს შესანიშნავი მწერლების და ლიტერატორების წერილები და ნამონარიდები ქეთევან შენგელიას შემოქმედების შესახებ. მათ შორის თამაშ ჭილაძის, ინგა მილორავას და ზაზა გოგიასი. უფრო მეც პოეტურ კრებულზე თავად ავტორი მოგვიყვება და გვესაუბრება დილომშვიდობის ქალბატონო ქეთევან. მადლობთ მოგზაურობისთვის. მოგესალმებით სოფო, დიდი პატივისცემით მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ბედნიერ დღეს ვუსურვებ. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ქეთევან, უნდა ვისაუბროთ ამ არაჩვეულებრივი წიგნის შესახებ, რომელშიც თავმოყრილია თქვენი ლექსები. თავდაპირველად მინდა გკითხოთ სახელწოდებაზე, რომელსაც მიიქცია ჩემ ყურადღება, ჩიტები დედამიწის განედებზე. რატომ შეარჩიეთ ეს სათაური და რას მოიცავს თავის თავში? სათაურში ჩადებული ყოფილიყო შინაარსი. ჩიტები ლირიკული განაცხადია, ასე ვთქვათ, დედამიწა მასშტაბურობას გულისხმობს და განედების სივრცულობას. ასე რომ გადავწყვიტე, რომ აი ესეთი სათაური შემერჩია. მომგებიანია, რა თქმა უნდა, ერთ სიტყვიანი, ორ სიტყვიანი, მაგრამ შინაარსობრივად დავტვირთე ეს და აქედან გამომდინარე
ასეთ სათაური მივეცით. რაც შეეხება ლექსებს, რომელიც მასში არის თავმოყრილი, აქ არის შესული ძველი ლექსები და ახალი არის დამატებული, თუ რა ლექსები არის აქ თავმოყრილი, თუ სრულად ახალი წინაკრებულებიდან ახალი ლექსებიც არის დამატებული, ის რაც წინაკრებულებში არ შესულა. რამოდენიმე კრებულიდან არის ამოკრებილი ის ლექსები, რომელიც ჩავთვალე, რომ აი ამ კრებულში, ახალ კრებულში უნდა შემეტანა, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეტაპობრივი განაცხადი, რომელი ლექსებშიც იყო. საქართველოსთან მიმართებაში ისტორიულ ეტაპებს გულისხმობს ზოგადად ჩვენი ქვეყნისას. ის ლექსებიც, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო წინა წიგნებიდან და რასაკვირველია ახალი ლექსებიც, იმიტომ რომ 100 ლექსი როცა გამოვიდა ბოლო კრებული ჩემი ამის წინ, იმის შემდეგ არ გამომიცია და ახალი ლექსებიც ბევრი დაემატა, ასე ვთქვათ, ამას და თქვენი ლექსებიც მთავარი სათქმელი რა არის, ქავტომ ქეთევან, ამიტომ რომ ლექსი წეღანს არ მეთერ შევიდოდით, მანამდე გაგიზიარეთ, ასე ვთქვათ, ჩემი შეხედულება, რომ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ლექსს ადამიანის ცხოვრებაში, მის ფსიქოემოციურ ყოფაზე, ასე ვთქვათ, გავლენას ძალიან ახდენს, ხომ, იმიტომ რომ მთელი ემოციები არის ამ ლექსში წარმოდგენილი, რომელიც გინდა არ გინდა ძალიან გადამდები არის ადამიანისთვის. რა გინდოდათ რომ გეთქვათ ამ ლექსების მეშვეობით და რა ემოციები გინდოდათ რომ გაგეზიარებინათ მკითხველისთვის? ერთად ცხოვრობს ადამიანი, გადის სხვადასხვა ეტაპებს, განწყობილებებიც იცვლება და ამის მიხედვით იცვლება ემოციაც, რა თქმა უნდა. და ტკივილის ფორმაც იცვლება. თემატური თვალსაზრისით რაც შეეხება, ბევრია იქ სამშობლოს თემა, რელიგიური თემა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართველი პოეტის არსებობა, სიყვარულის თემა, ფილოსოფიური თემები, ჩემი საყვარელი თემებია ეს, განაცხადები ცხოვრებისეულ ყოფაზე, ისტორიული ასპექტები ბევრია, რაც ქართული პოეზიისთვის ორგანულია, თითქმის ყველა თემა მე ვფიქრობ, რომ არის თავმოყრილი წიგნში, ასე რომ თემატური მრავალმიწუნითი ხასიათის ლექსებიც რა თქმა უნდა არის და ისევე როგორც ყველა პოეტთან ორთემიანობაც შეინიშნება, ახლა როცა სამშობლოზე წერი, ბუნებად შემოდის, ხო, ფაქტობრივად ცოცხლდება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პალიტრა მრავალფეროვანია და აი ესეთი თემებია ძირითადად, მაგრამ განსხვავებული თემებიც არის, ხანდახან არის, რომ თემატური ნიშნით არ გამოირჩევა ლექსი და ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს უფრო აბსტრაქტული და პოეტური განაცხადია უბრალოდ. ასეთიც რამდენიმე არის შიგნით. და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ლიტერატორს, მწერალს, თქვენ ჩამოთვალეთ 3 მათგანი და ნათელში იყვნენ ისინი გარდაცვლილები არიან და მინდოდა პატივი მიმეგო მათი სახელებისთვის და ჩემთვისაც სიამაყეა ახლა როცა თამაშ ჭილაძის წერილი აქვს დართული. მე მინდა მადლობა უთხრა ივანე ამირხანაშვილს ის მისი წერილიდან ამონარიდი ერთვის მაკა ჯოხაძეს მისი წერილიდანაც არის მაია ჯალიაშვილს და გატანილია ზალბოტკოველის წერილიდან ძალიან ვრცელი ამონარიდი ჩემი შესავლის შემდეგ. ყველას მათ უდიდესი მადლობა დაფასებისთვის და ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. ქავტომ ქეთევან, რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც ასეთი ადამიანები აფასებენ შემოქმედებას, რომლებიც ასე გულუხვად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას და არიშურებენ ასეთ საქებარ სიტყვებს, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც თქვენი პოეზიისადმი და თქვენი შემოქმედებისადმი ნამდვილად არ დაიშურეს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს არის ტკივილიანი გზა. იმიტომ არა, რომ თხზვის პროცესი, მუშაობის და შრომის პროცესი მძიმეა, არა. უბრალოდ გარემო გვაქვს ჩვენ ისეთი, რომ არ არის ახლა უცხო და პირველი არ ვარ და უკანასკნელი. ადამიანური თავდასხმები, კატასტროფები, რაღაც გაჭირვებები, პატარა ეკონომიკის არ გულისხმობ სულიერ გაჭირვებებზე მაქვს ლაპარაკი, ეს ხშირად გვხდება. მაგრამ აი ასეთ
ასეთი ამბები როცა ხდება ვიღაცა დაწერს ეხლა როცა სიტყვით გაკეთებს და 1-2 სიტყვას გეტყვის კარგს ეს სხვა არა მაგრამ რომ ჩაუჯდება და შენს კრებულზე იმუშავებს და ამ ხელა რამეს დაწერს მით უფრო ესენი ძალიან სერიოზული მწერალი და მკვლევრები არიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის და მე ვეცადე რომ პატივისცემა იმით გამომეხატა რომ ჩემს საეტაპო წიგნში ამონარიდები ხმთლიანად წერილები არ გამოვიდოდა მაგრამ ამონარიდები შემეტანა და რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა და რა თქმა უნდა ის დღეები როდესაც ეს წერილები იბეჭდებოდა და გამოქვეყნდა ხოლმე ჩემთვის იყო ძალიან სასიხარულო დღეები დიახ, როდესაც ვეცნობოდი თქვენს პოეტურ კრებულებს და ზოგადად სადაც თქვენს სოციალურ გვერდზე შევედი, იქ გეწერათ ამ კრებულის შესახებ და იქვე ასეთ მინაწერია, რომ პოეზია მთელი ცხოვრებაა და არც ერთი ლექსი არ დაწერილა კარგ გუნებაზე, ხო? რატომ დაწერეთ, ასე ვთქვათ, ეს რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი ამ სიტყვების განმარტება ძალიან მაინტერესებს, რატო არ იწერება თუნდაც იგივე კარგ გუნებაზე ლექსი და რატომ არის მაინც გამოხვილებული ყურადღება ამ სევდიან იცით რა არის თითქოს არის რომ უფალი როცა რაღაცას გჩუქნის აი პატარა ცალკე სამყაროს არა მე ამასთან ერთვის რაღაც ადამიანური კატასტროფებიც წეღან უკვე ვახსენე არის რაღაცა ესე ჩვეულებრივი თავდასხმები და გავიხსენებ ბატონი ოთარის სიტყვებს ოთარ ჭილაძის სიტყვებს დიდი მწერლის და პოეტის ერთხელ მითხრა რომ იცით რა ესე ვისხედით ვახშავზე და იცი რა ცხოვრებისეული ტკივილებიო ეს ჩვეულებრივი ყოფა არისო ეს არ არის რამე უცნაურიო და მე დავფიქრდი და გაძლიერებული წამოვედი იქიდან ჯერთი წუწუნი არ არის საჭირო მაგრამ მე ის ავტორი ვარ რომლის განწყობილებებიც ძალიან მიბმულია საქართველოს ყოფასთან და ბედიღბალთან და ჩემთვის ახლა საქართველოს ყოფა არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკის ნაწილი ჩემთვის ეს არის სამშობლოს სიყვარული მეტი არაფერი და მოგეხსენებათ ახლა სამი ომი სამი რევოლუცია ქვეყანამ გაიარა ეროვნული მოძრაობის დამხობა 90-იან წლებში პირველი პრეზიდენტის გადმოგდება, მერე ისევ ცვლილება, მერე სიბნელის წლები, მერე კიდევ ცვლილებები, იქ თითქოს ინტელიგენციის მიმართ ძალიან არაორდინალური დამოკიდებულებები, ახლაც ბევრი ტკივილი გვაქვს დაკარგული სამაჩაბლო, დაკარგული აფხაზეთი და ახლა კარგ გუნებაზე ფაქტობრივად ვერც მოვახერხე ყოფნა, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ჩემ თაობაზე აისახა, ჩემს თაობას შეეხო და ამას თავს ვერ დააღწევ ძალიანაც რომ გინდოდეს და ის ადამიანიც არ ვარ მე რომელიც გაიქცევა ქვეყნიდან და გაექცევა ამ ყველაფერს იმიტომ რომ შენ ქვეყანაზე ბედნიერი მოგეხსენებათ ნათქვამია ვერ იქნები ისეთი უნდა იყო როგორც შენი ქვეყანაა და აი ეს იწევს ალბათ აი ამ განწყობილებებს და ახლა პირად რაღაცებზე წუწუნს არის მომავალი თაობისთვის რომ ეს ყველაფერი გაიაზროს გაისიგრძე განოს რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული რა მოვლენები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ და შესაბამისად როგორ აისახა ის თქვენს ცხოვრებაში თქვენს შემოქმედებაში როგორ გადმოიტანეთ ეს ყველაფერი კი ეს არის ეს ასპექტები ნამდვილად ყველა ასპექტი არის სამაჩაბლოზე აფხაზეთზე ის ეროვნული მოძრაობის გმირებზე აბსოლუტურად ყველაფერი და ერთი დიდი ტკივილი არის ჩემთვის კიდევ ყველაზე უფრო დიდი რომ ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ხშირად მიდიან და თუ სასწავლებლად მიდიან და უკან ბრუნდებიან ეს ძალიან კარგი, მაგრამ თუ მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან, აი ეს არის ძალიან ცუდი და მე მინდა რომ მათ გააცნობიერონ რას ნიშნავს სამშობლო და უკეთესი სამშობლოსთვის და უფრო კარგი სამშობლოსთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ. მათია ეს ქვეყანა, მათია და თვითონ უნდა იბრძოლონ ამისთვის. დიახ, ჩვენზე არის დამოკიდებული რეალურად რამდენ ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი, მე ასე მგონია. და ფიქრს, შრომას, ბრძოლას და ზრუნვას რაღაცებზე ყოველთვის მოაქვს შედეგი. თუ მაქსიმალური არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც საშუალო შედეგი მოაქვს და მე მგონია რომ ახალგაზრდები ამას ჩემზე უკეთესად გაიგებენ.
დიახ, კაპიტან ქეთევან ძალიან ლამაზი პორტრეტი არის. რომელიც არჩეულებრივ მხატვარს ეკუთვნის კი. ამ პორტრეტის შექმნის შესახებაც რომ გითხრათ, თუ შეიძლება, როგორ შეიქმნა, როგორ დაიწერა. მე მგონი აი ესეთი დიდი პატივი რომ ამ დიდ პიროვნებებთან და ადამიანებთან, რომლებიც ქართული კულტურის მესაჯები იყვნენ და ერთ-ერთი ბატონი ზურაბ ძანდებოდა, ზურაბ ნიშარაძე, მასთან მეგობრობდი, მასზე მაქვს რამდენიმე წერილი, მე თვითონ დაინტერესდა ჩემი პოეზიით, მოეწონა წიგნი მთხოვა და ასე უფროს უმცროსული მეგობრობა გქონდა და მე ერთხელ თავყრილობა იყო იღებდნენ ბატონ ზურაბზე ფილმს და იქ ვისხედით მის სახელოსნოში რამოდენიმე ადამიანი და მე მითხრა რომ გადავწყვიტეო რომ შენი პორტრეტი უნდა შევქმნაო და მე ვთხარი ბატონ ზურაბ მე მეთქი ვერ ვჩერდები დამჯდარი ესე იმიტომ რომ მხატვრებთან მეგობრობ და ვერავისთან ვერ გავჩერდი ვტრიალებ აქეთ-იქით და თავსაც ვატრიალებ და ესე ვერ და ამას ვარა აქ მნიშვნელობა თუ გინდა ილაპარაკო თუ გინდა იარეო ოღონდ როცა გეტყვიო აი 1-2 წუთი გაჩერდიო და ფაქტობრივად ეს ნუ ლირიკული არ არის ახლა ეს პირდაპირი პორტრეტი მაგრამ ჩემი მოძრაობის პერიოდში აქვს ეს დახატული ასე არ ვიჯექი მე ვიჯექი რამოდენიმე წუთი ხოლმე და მე მოსაიფობდით და აგრძელებდით სხვა საქმეებს როგორც დაგინახათ, როგორც წარმოგიდგინეთ შესაბამისად ისე შექმნა სწორედ ეს დიდი მხატვარი იყო და მის ხედვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩემთვის დიდი ბედნიერება რომ ეს პორტრეტი არის, დიდია ეს პორტრეტი საკმაოდ და მე მაჩუქა ერთ-ერთ ჩემს ლიტერატურული საღამოს შემდეგ გამომიგზავნა და მაჩუქა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს პორტრეტი მაქვს და მისი კიდე 1-2 ნახატი ასე რომ ჩვენი მეგობრობა ამითიც გამოვხატე რომ კაპიტან ქეთევან ხომ არ გაქვთ სურვილი ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ ის ემოციები რომელიც თქვენს ლექსებში ასე ჭარბობს და წავიკითხოთ მაყურებელს რომელიმე ლექსი სიამოვნებით წავიკითხავ აი წეღან აფხაზეთის ტრაგედია ვახსენე და ამის დავიწყება ნიშნავს რომ ბრძოლა დავასრულეთ მაგრამ ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს და ვიმეორებდეთ პატარა ლექსია შერჩენილა საქანელა ხეზე მუხას ფერი დაზდებია მიწის იწვის სახლი მამა პაპის ეზო აფხაზეთში საქართველო იწვის ჭიშკრის ახლოს წამივიდა გული პაწაწინა ფეხსაცმელი ეგდო დაიფარე საქართველოს სული შენი ჯვარი დაიფარე ღმერთო ეს არის აფხაზეთზე დაწერილი ლექსი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ხომ არ წაგუკითხავდით იცით რა უფრო დიდი სახელი ვიდრე ილია ჭავჭავაძეა მე მგონი საქართველოში ნაკლებად მოიძებნება და თუ შეიძლება ერთ ლექს ილიას ხსენების გარეშე არ მინდა დღევანდელი დღე დავასრულოთ და ჩვენი შეხვედრა სიამოვნებით მოგისურვებთ იქნებ დამტოვოთ ჩემს სიმარტოვეს სულ არ უხდება უცხოს თვალთვალი ორას ანდო აღთის მშობელივით ლექსის მწყარი და პურის თავთავი ეს შემოდგომაც ხომ მიილია მოიპარება ისევ ზამთარი წევს მთაწმინდაზე დიდი ილია საქართველოსთან ცამდე მართალი ურმესი მადლობა კაპიტან ქეთევან ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის წარმატებებს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი კრებულის შესახებ გვექნება ჩვენ საშუალება რომ ვისაუბროთ ამ ეთერში და გავუზიაროთ ეს მნიშვნელოვანი ემოციები რომელიც ესე მრავლად არის თავმოყრილი და საჭიროებს ადამიანში ყველა ადამიანში ამ ემოციების გაღვიძებას და გამოღვიძებას ასე ვთქვათ ურმესი მადლობა შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი ლიტერატორი კაპიტანი ქეთევან შენგელია და სწორედ მისი ახალი ლექსების კრებულის შესახებ გვქონდა საუბარი. გმადლობთ თქვენ ყურადღებისთვის ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით და თვალყურს გვადევნებდით. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.